ნახეთ ვინ მოსულა. ვატიკანის ჯალათი. ბატონო მეილოდ, მე ვლოცულობ. არ გინდა. ჩემთვის ლოცვა არ გაბედო. ალბათ ბედნიერი ხარ. სირვაზე სალაპარაკო გექნება. რა ლაპარაკია, ბატონო მეილოდ, თავი გააკონტროლე. შედაწყევლილო, საკურთხევლის მლოკველო. საკმევლით აყროლებულო მღვდელო. შეგათახსირებულო თვითმარქვია. შენ არაფერი გაგეგება. შეფარისეველო. როგორც გენებოს. შევთანხმდით. როგორც მოსამართლეს, პასუხისმგებლობა გაქვს. და შენი პასუხისმგებლობა? მღვდლები არასდროს ყოფილან პასუხისმგებელნი თავიანთ მრევლზე. თქვენი გაგებით ეს ბედისწერაა, ღვთისნებაა. რა თქმა უნდა არა. ისინი ჯოჯოხეთში იწვიან. ჯოჯოხეთში. სწორედ ჯოჯოხეთი გამოიარა იმ პატარამ. საბრალო გოგონა. ნახე ის გოგონა. თუ ჩვენი რწმენის კაცი ძალიან დაკავებული იყო თავისი ფილოსოფიით, წიგნების კითხვით და ლაყბობით, აღსარების ჩაბარებისას. მაგრამ მე არ მინდოდა აქ მოსვლა. ორიუს არასდროს. მე მღვდელი არ ვარ. მე მხოლოდ ინტელექტუალი ვარ. მოაზროვნე. მთელი ჩემი ცხოვრება ვატიკანზე ვოცნებობდი. იქ მინდოდა, რომ ეკლესიის ჩანაფიქრები განმეხორციელებინა. საში მაინტერესებს აღსარებები. მე პრაქტიკოსი არ ვარ. მე თეორიტიკოსი ვარ, ორიუს. მამაო, 1 საათით ადრე მოსულიყავით და გადავარჩენდით. 1 საათით ადრე. სამაგიეროდ ახლა სამუდამოდ მელის სინდისის ქენჭნა. მეც და შენც. რადგან ეს შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია.